ამი ჩვენთან მარზმუნით. ერთად ალოცვილი გამყოფო დღეს როგორც მოგესწრებათ არის ერთ-ერთი განსაკუთრებული დღე მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის. ეს არის დიდი ხუთშაბათი, დიდი სერობა ის დღე, ზიარების დაარსების დღე. დღევანდელ დღეს იქნა ზიარება დაარსებული. რამდენიმე დეტალზე მინდა მივაქციოთ თქვენი ყურადღება. პირველ რიგში შედობას ვთხოვთ ჩემი ხმის ასეთი მდგომარეობის გამო. და იმედი მაქვს რომ აბადით. უფალი ეუბნება თავის მოციქულებს. საოცარი სიტყვები არის. მიიღეთ ჩემი ხორცი და მანამდე ურიებს ეუბნება, ებრაელებს ეუბნება. ჩემი ხორცი უნდა ჭამოთო და ჩემი სისხლი უნდა დალიოთ. აგურებულები იყვნენ, რას ამბობს? პირდაპირ მნიშვნელობით ამის გაგება არის რთული. ო, უნებრივიცა. და მოციქულებს ამას განუმარტავს. საიდუმლო სერობის დროს. და ვერ ამბობს სიტყვებს. აიღო პური, აკურთხა მისსა თავის მოწაფეებს და უთხრა. ეს არის ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი მისატევებელად წოდვათა. აიღო ღვინო, სასმისი აიღო, რომელშიც ღვინო იყო, აკურთხა მისსა თავის მოწაფეებს და უთხრა. ეს არის სისხლი ჩემი თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული მისატევებელად წოდვათა. მიიღეთ და ჭამეთ, ვინც არ დალიოს ჩემი სისხლი და ვინც არ შეჭამოს ჩემი ხორცი, ის ვერ იქნება ჩემთან. ესეთი სიტყვაა და მოციქულებიც კითხვას უბრუნებენ. როგორ უფალო კიდევ ვერ გაიგებენ და მაშინ განუმარტავს, რომ მაშინვე განუმარტავს. რა არის ეს? აი პური აიღო და ხორცი არისო, მაგრამ აიღო პური და სანამდე ხორცი იტყვის, მანამდე იქ არის ერთი სიტყვა ჩაბადებული. ჩაბადებული კი არა, ნათქვამ როგორც უნდა იყოს, აკურთხა. ანუ, როდესაც აიღო, იყო პური, როდესაც აკურთხა, გახდა ხორცი. აი, ეუბნება, მაგრამ მაინც ვერ გებულო. მაინც ვერ აღიქვამი. იგივეა ღვინოზედაც. აიღო, ღვინო აიღო. აკურთხა. მერე კურთხევის შემდგომ გახდა სისხლი. და თვითონაც ზუსტად ასე შეეწირა. თავის ხორცი დაიფლითა, სისხლი დაიქცა. ჯვარზე დაიქცა მისი სისხლი და რა თქმა უნდა ჯვარიდან მიწაზედაც დაეწვეთა. და როგორც გადმოცემა არსებობს, სწორედ ადამის საფლავი იყო იქ და თუ შეგიმჩნევიათ ჯვარცმაზე აი აქაც არის გამოსახული მაცხოვრის წინ თავის ქალა არის გამოსახული ხო თუ შეგიმჩნევიათ. ადამიანის თავის ქალა არის ეს. რომ ეწვეთება სისხლი, ანუ ცოდვათა გამოსყიდვა სრულდება. და როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ საეკლესიო წესები რას ნიშნავს? ერთ-ერთი მთავარი საეკლესიო წესად მორჩილება ეს არის ზიარება. რა მოიყვანა ეკლესია დღემდე? ამდენი დევნა, ამდენი შევიწროება, ამდენი ხოცვა-ჟლეტა. ერთ-ერთი აუცილებელი პირობა, რამაც ეკლესია დღემდე მოიყვანა, ეკლესიის მუდმივი არსებობა, ანუ შეკრება. ეკლესია არის კრებული. ვასი. და შეკრება ნიშნავს ეკლესიას. ანუ როცა იკრიბება, რატო ვიკრიბებთ ჩვენ? წირვა თავი შეკრების მიზეზი. პირველი საუკუნეებში წირვა ლოცვა რო არ ყოფილიყო, კატაბომბებში რო იკრიბებოდნენ, აღასრულებდნენ სხვებს შეწირვასო, დიდი ალბათობით ანუ გაქრებოდა ეკლესია, ვერ გავრცელდებოდა. ჩვენი შეკრება აუცილებელია. ვიღაცას გონია, რომ რატო მხას ატოვსო, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ატო ვერ ახერხებს და არ ახერხებს, არ აქვს სურვილი შეუერთდეს ღვთის მსახურებას. აი ღვთის მსახურებას უსისხლობს სხვების შეწირვას რომ შეუერთდეს. რატომ არ აქვს ამის სურვილი?
ნუ იმედია ხვალ გაუჩნდება. მაგრამ არა აღსურული, იმიტომ რომ მას არ აქვს წმენა. მხოლოდ და მხოლოდ არის ცხოვრობს რაჭამოს და ნაჭამი როგორ მოინეროს. ჩემი იყოს თუნდაც თქვენიანი ვიღაცეს ხალხი უცხოები კი არ არიან. ჩემიანებზე ვლაპარაკო. ამას რომ ვლაპარაკო კი არ ვლანძღავ. ფაქტის კონსტატაციას ვახდე. მეუბნები თუ გაიგონებენ რომ შეისმინონ. ეს არ არის ღვთის მორჩილება, ღვთის გზა. უგულებელ ყოფთე ღვთის მსახურებას. ეს არის ღვთის წინააღმდეგ სვლა. არაფრად მიგაჩნიო და მით უმეტეს განცხადება რომ არ მცალია. აბა რისთვის გცალია? ანუ დრო რო გაქვს, რისთვის გაქვს ეს დრო? თუ არა ღმერთს შეწირო. პირველი რაც გააკეთა ადამმა, სხვებს შესაწირა ააგო. ნოე გადმოდის კიდობნიდან და პირველი რასაც აღასრულებს. სხვებს შეწირვას აღასრულებს. იაკობი როცა დევნაში იყო პირველი როგორც კი იხილაო, კიბე გამოეცხადა. ეგრევე ადგილი მონიშნა იქ რომ სხვებს შესაწირი ადგილი აღასრულა. რა არის სხვებს შესაწირი ადგილი? ღმერთისა აბელ და კაინმა რა გააკეთეს? სხვებს შეწირვა აღასრულეს. ანუ როგორც უწოდებენ ხოლმე რიტუალი არასწორი არის გამარტება რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც საეროვაგებითა შეასრულეს ეს. ნოეთმა კაინმა შურით გააკეთა, უგულოდ გააკეთა და შურით აღისო და მოკლა ძმა, მაგრამ სხვებს შეწირვა აღასრულეს. ზიარება ეს არის აუცილებელი. ერთი დეტალი კიდე რაზედაც მინდა თქვენი ყურადღება მივიპყრო. როდესაც დღევანდელ საღამოს, როდესაც მაცხოვარი და მოციქულები ზიან მაგიდასთან აღსავლის კარის თავზე ყოველთვის კანონიკა არის სერობის ხატი არის, აი სერობის ხატი. სადაც პირველი ზიარება სრულდება. აქ არის საოცარი დიალოგი. აი უბრალოდ წარმოსადგენლად არის რთული და პრაქტიკაში ამის განხორციელება. მხოლოდ მე ვფიქრობ, მხოლოდ ღმერთს შეუძლია. გვერდით გიჯდეს ადამიანი, რომელიც იცი, რომ უნდა გაგყიდოს, ფული აიღოს და შენ ამის გამო შედეგად უნდა მოკლო. აი ამის წარმოდგენაც კი გულწრფელად გეუბნებით, დავფიქრებული ვარ ხოლმე. აი ვიცი რომ გვერდით მიზის სუფრასთან, რომელიც ახლა დღეს წავა ფულს აიღებს იმაში რომ მე დამიჭირო და მე მოკლე. და რა საკეთებ ამბობს? რეაქცია რა არის? ჩაულებრად აღარ დაიესო. ეუბნ ასეუნება იუდას. ჯერ ზოგადად ამბობს რომ ერთი თქვენთაგანი გამცემს მე. და თურქინა დაიწყო მოციქულებში, თავიდან იყო მეხომარა ვინ რომელი გაქცევს. მერე პეტრე ეუბნება იოანეს. უთხარიო ვინ არისო? იქ მითითებულია რომ იოანეს შეეკითხაო ჩუმათო მიყრდომილი მკერდზე ერთი იესოს გვერდზე მიყრდომილი არის ახლოში თავი როა მკერდისკენ მიწევლისა იოანეს ეკითხება ვინაო და ვინ შევს პინაკში ხელს ჩაყოფსო და იუდამ ჩაყო პინაკში ხელი მაგრამ იქ აღარ წერია მერე იოანემ უთხრა თუ არა ეს პეტრეს და მე ვფიქრობ რომ არ უთხრა იმიტომ რომ წარმოუდგენელია ჩემთვის პეტრემ კაცი გულფიცხელი გაიგო რომ მისი საყვარელი მოძღვრის გამყიდველია აი წარმოუდგენელია იქ პეტრეს სიჩუმე იესოს სიჩუმეთ გასაგები იმიტომ რომ ღმერთია და იცის თავისი მისია უნდა აღასრულოს მაგრამ პეტრემ 1000 შეცდომა დაუშვა რატო თავისი გულფიცხელობის გამო სულ რამდენიმე წუთის შემდგომ შეიძლება 1 საათის შემდგომ იმავე საღამოს
როდესაც ქრისტეს შეიპყრობენ, ხმალს იშიშვლებსო და სისხლს დაღვრის. რომის იმპერიის არმიას დაუწყებს წინააღმდეგობას. ის რომის ჯარისკაცები იყვნენ. სოფლიო იმპერია იყო მაშინ რომი. ანუ პეტრემ ხელი მოაწერა იმ მომენტში, იმ წამში საკუთარ სიკვდილს. წარმოიდგინე რომის იმპერიის ჯარისკაც ჯარშოწინ დაუდგები და სისხლს დაღვრი. მათ აქ ვალდებულება უნდა მოკლო. ეს აი ამაზე წავიდა ისე უყვარდა ქრისტე. და იქ რო დაენახა, არ ვიცი, იქ არ ფიქსირდება სახარებაში. უთხრა თუ არა იოანე, პეტრეს ეს არის იუდა არისო. მე ვფიქრობ, რომ არ უთხრავს. რატო გავუსვი ხაზი ამას? ძალიან ხშირად ჩვენ ცხოვრებაში ხდება რა რაღაც არის ღვთისთვის სათნო და მეორე რაღაცის გაკეთება გვინდა. რომელიც თუ ერთმანეთს ეწინააღმდეგება ძალიან კარგი არის, მადლობა გქონდეთ, მაგრამ არ ემთხვევა ერთმანეთს. აი აუცილებლად როგორც იესომ გააკეთა, იგივე უნდა შევძლოთ. მე არ გეუბნებით, რომ ეს მარტივია. მაგრამ რთულია და სწორედ ეს უნდა შევძლოთ. ამას გვასწავლის თვითონ მაცხოვარი. როცა პეტრემაც კი, როცა იშიშვლა და იარაღი და სისხლი დაღვარა, ჩააგეო რასეულობა. დააწყდა. მე რომ მინდოდესო, აი ეს ფრაზა ყურად საღები ძალიან. მე რომ მინდოდეს. ანუ ჩემი სიტყვებით ვიტყვი, ყველაფერი ამის გაჩერება და ამათი დაჟა. რა პრობლემა ექნებოდა მაცხოვარს ამის. ნება წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ანგელოზებიო იყვენ, რომ განცვიფრებულებიო და მზაობაში იყვნენ, რომ ერთი ნება მაცხოვრის და იქაურობას დაწვავდნენ. და ეკლესია გვასწავლის ამაზე. და გაკურებულები იყვნენ ანგელოზები. რატო ხდება ეს? ვიტყვი რომ ანგელოზებისთვის ბევრი საიდუმლო დაფარულია. აგაძლიეროთ მაღალმა ღმერთმა. როდესაც არჩევანია, როცა დგება ადამიანი, კაცი თუ ქალი რა მნიშვნელობა აქვს. ერთია ღმერთისთვისაა სათნო. ის რომ იუდას ნაღესულებიდა თავისი მისია, ეს იყო ღვთის განგება. და იესომ როგორც კაცმა მას ხელი არ შეუშალა. და ესეთი ამას ჩვენ თავს, ჩემ თავს და თითოეულ თქვენ თავს გლოცავთ, რომ ესეთი ყოველთვის ქონებოდეს ყურადღება, ყოფილიყავით ყურადღებით, რომ ასე დროს ყოფილიყავით სწორი გადაწყვეტილების მხარეს, ანუ ღვთის ნების აღსრულების მხარეს. და ერთი დეტალი, კიდე რაზედაც მინდა ხაზი გავუსვა, გეთსემანიის ბაღში იესოს ლოცვა. იესო წაიყვანაო, ჯერ მოციქულები 12-ვე წაიყვანა, მერე 12-დან სამეული გამოარჩია. თუ არ ვხდები, სამჯერ ხდება სამეულის გამორჩევა. ერთხელ 12 წლის გოგონას რომ ქალიშვილს 12 იაიროსის ქალიშვილს რომ გააკუროს, მაშინ 12 ფერიცვალებას და გეთსემანიის ბაღში. ზებედეს ძეები იაკობი და იოანე და პეტრე. კიდე გამოარჩია მერე ისინი დატოვა და გალბარტოვდა და ლოცულობს. და სიტყვები არის. თხოს მამას ამასილეს სასმისი. ოიცის რაც ელოდება. მაგრამ აქ როგორც კაცი ლოცულობს. მაგრამ იქ არის მნიშვნელოვანი. რითი მთავრდება ეს ლოცვა? მარა ისე კი არა, როგორც მე მინდა. არამედ ისე, როგორც შენ გინდა. ჩვენ როცა ლოცულობთ უფლის წინაშე. როგორ ლოცულობთ? უფალო ისე მომივლინე ყველაფერი, როგორც შენ გინდა. თუ ასე მინდა და მიდი აბა შენიციო, თუ რანაირად ვაკეთებთ? ასე ხო არა? ესე მინდა და აბა შეგიძლია და გურულს ასვერჯით, მაგრამ ეს იუმორის დონეზე. აბა ქეიცია
რაც მინდა ქეინციო და აბა შენიციო. ასე ხო არ ვევედრებით ღმერთს. რაც მინდა ჩამოთვალე, ივეცი შეკვეთა, უნდა შემისრულოს. მას ხო შეუძლია. ხო და შემისრულოს. მე მორწმუნე ვარ. ხო ვთხოვე რაც მინდა. ნახე მორწმუნეს უწოდებ თავს, იმხელა თავხედი ვარ. მარტო იმას რომ ვევედრები რაც მე მინდა, თავს მორწმუნეს უწოდებ. თავხედი ვარ და იმითო. როგორ შენ გინდა უფალო, შენი ნება იყოს. თუ მოწამეები რომ ყავ ჩვენ, როგორ ფიქრობთ? როდესაც ტანჯავდნენ, აწამებდნენ, სიამოვნებ რა. თუ ტკიოდეთ. ხო ძალიან ისეთი კითხვა არ ხო? ხო და რა ხდება? უნდოდათ? ეს რომ რამენაირად იქნება მაწამონო, ეს უნდოდათ? დაემორჩილე უფლის ნებას, ხო? გვითხოვია კი როდისმე. თუ კი გადაწყვეტ უფალო ჩემით მოწამის გამოზრდას ზათა ვარ, ოღონდ შენი სახელი იდიდოს ჩემს მერე ბევრში. რამებს გავსი გვითხოვია? თუ მარტო ეს მინდა, ის მინდა, ეს მომეციის გამიკეთე, აი რას ვთხოვს იესო, როგორც 33 წლის ახალგაზრდა კაცი. რას თხოვს? სასმელისი ამაცილე, მაგრამ ისე კი არ როგორც მე მინდა. არამედ ისე როგორც შენ გინდა, გამოეცხადება ანგელოსი და ას განაძლიერებს. წერია. ოფლი მოდიოდაო და სისხლი მოყვებოდაო და რო შეიპყრობენ. იქ წერია მერე, მიავაქციოთ ყურადღება, პეტრე როდესაც მიდის, ცეცხლი ჰქონდათო დანთებულიო, სიცივე იყო და თბებოდაო. სიცივეში ოფლი მოდიოდაო, ანუ ოფლი წამოსვლა ემოციების შედეგადაც ხდება, ხო მოგეხსენებათ, მარტო სიცხის გამო არ მოდის. ოფლი მოდიოდა ლოცვისას და სისხლი მოყვებოდა ოფლს. ახლაც არსებობს ის ქვა გეცამანიის ბაღში, სადაც მუხლბოდრეკილი ესო იყო, არ დაждომა, ესად არ დადგომა, მუხლბოდრეკილი იყო. დალოცვილი გამყოფოთ მაღალმა ღმერთმა, დღევანდელ დღეს გილოცავთ კიდევ ერთხელ და ინევოს მაღალმა ღმერთმა, რომ გარდამოავლინო ჩვენზე და მადლი ღვთისა, ყოვლადწმიდა სამების განხორციელებული მეორე იპოსტასის ღვთისას იესო ქრისტეს მადლი, სულიწმინდის მადლი, რათა ჩვენც ასევე გულით, სულით, გონებითა და ჩვენი ძალით ყოფილიყავით უფლის ნების მორჩილნი და მოყვარული. ჩვენთან არის ღმერთი.